როგორ არ მოხვდით აქამდე ამ ბაღში? სწორედ ეს მოგაფიქრდებათ პირველი შემოსვლისას თუ გარდენიაში არ ყოფილხართ. ბანალური შედარებით ბაღი, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე, ოაზის მოგაგონათ, თუმცა თუ უფრო შორს წავალთ, თეთრ პატარა სახლებზე შეიძლება სლავური სოფლებიც გაგახსენდეთ. ფეხსაცმლის საყვავილეები და ბაღში ამოზრდილი ძველი ფაიფურის ჭიქები კი ალბათ არაფერს არ გავს და მხოლოდ გარდენიაში თუ ნახავთ. გერმანელი სტუმარი გვყავდა ოპერატორი, რომელმაც ფილმი გააკეთა ჩვენზე, გარდენიაზე და ჩემზე და იმან შემაქო ასე წასვლისას. მითხრა რომ საითაც მივაბრუნე, კამერა ყველგან კადრია და ეს მივიღე როგორც დიდ კომპლიმენტად. სანამ გააპრანჭულ ყვავილებს სტუმრებს დაანახებენ, თითოეული ნერგი, როგორც ზურა შევარდნაძე ამბობს, საბავშვო ბაღში გამოყავთ, უფრო ზუსტად კი საჩითილეში. თუ დღეში 2 საათი მაინც ამ მიწასთან არ მაქვს ურთიერთობა, მე ენერგიებისგან ვიცლები და მე უკვე ასეთი ხალისიანი ვეღარა ვარ. ამიტომ პირველი წყარო ჩემთვის ენერგიის ეს მიწა. არ კადრულობს და იხურება. ასე ხსნის მასპინძელი მორცხვი მიმოზას თვისებებს. ყვავილი, რომელიც შეხებისას ფოთლებს წამებში ხრის, სხვა იშვიათი ჯიშის მცენარეებთან ერთად პატარა ნაკუწებისგან არის აღდგენილი. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს ზურა შევარდნაძე ხელცარიელი არასდროს ბრუნდება. ასე შეიქმნა გარდენია ერთ მუჭაში ჩატეული ნამცეცებისგან. ძალიან სასიამოვნოა, როცა მცენარეს ჩუქნის სიცოცხლეს და აძლევ ახალ შანსს, რომ ისევ გაიზარდოს, ისევ გაიფურჩქნოს. 20 მებაღეს გარდენიას მთავარი მასპინძელი ფუტკრებს ეძახის, თუმცა მთავარი ფუტკარი მარობებოა. მარობებო! პარიზიდან მოგაკითხეს. აქედან იწყება ყველაფერი. ასე ხსნის ხოლმე ვეტერანი მებაღე საკუთარ საქმიანობას. შესაშური სიმეტრიის გამო მარობებო შეუცვლელი მებაღეა და ამ სიმეტრიას მაროს 99 წელიც კი ვერ არღვევს. ნახე როგორ სწორად აკეთებს? ერთი ცალი არ შეეშლება. აი ნახე როგორ აბა მწკრივში. ის რომ მებაღეობა ცხოვრების წესია, გარდენიაში ყველაზე კარგად იგრძნობა. ბევრი არ უნდა იფიქრო იმაზე თუ რა უფრო მომხიბლელია, გარდენიას ინტერიერები თუ ყვავილები. და ჩემის ქალიშვილობის კაბა. და ქუთაისის სამამულო წარმოების მატერიისგან არის შეკერილი. და მე ვამბობ, ვინც ჩაეტევა ამ კაბაში, აქ უნდა დარჩეს. ეს ჩემი დიდი ბებია და ბაბუა. ბევრი დრო გქონდათ ერთმანეთისთვის. ჩემი ბებიას ქორწილის კაბაა. პატარა იყო, მაგრამ გოხტა. ემოციას ნივთები და ყვავილები ერთად ქმნის, განსაკუთრებით კი ის ნივთები, რომელიც გარდენიისთვის დიდი ორჭოფობის შემდეგ გაიმეტეს. ისეთ საჩუქრები მიზიდავს, რომელიც ვიცი რომ იმ ადამიანმა თვითონ დაიკლო, თვითონ ძალიან მოსწონდა, უყვარდა და მე მაჩუქა. აქ ყველაზე მარტივია ნამდვილი მებაღე ამოიცნო. თუ მებაღე ხარ, პოლიეთილენის პარკი არ გიყვარს, პლასმასის კოვს კი ხის კოვზე გირჩევნია. ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მებაღეობა სამყაროსადმი თავისთავადი დამოკიდებულებაა. ჯერა რომ ყველაფერს, ჩვენს თვითონაც ადამიანებს და ჩვენს ირგვლივ ყველა ნივთს აქვს თავისი ენერგია. და ამ ენერგიების ერთად ყოფნა იძლევა ერთ მთლიან დიდ ენერგიას, ანუ მთლიან ემოციას და ეს ემოცია კარგია. მასპინძელს რომ არ კითხო, რა ხდება გარდენიაში საღამოობით, როცა მებაღეები სახლში მიდიან, ისედაც მიხვდები. როცა მზე გადავა, ამ სახლის მასპინძელი ძველ პატეფონს ჩართავს და უზარმაზარი ხილის ხროვებით აქ მოსულ სტუმრებს უმასპინძლდება. თუ სიძველეები გიყვართ, შეუძლებელია თან უჩვეულო ემოცია არ გაიყოლოთ, რომელიც აუცილებლად თანსდევს საკიძე ჩამოკიდებულ, ჩამოკონკილ კაბებს, გაყვითლებულ სანატო ფურცლებს, გასული საუკუნის ჟანგმოკიდებულ ნივთებს, რომელშიც ძველი მეპატრონეების სევდაა.